ო ჩემო მეგობრებო, სიტუაცია იმაზე გაცილებით რთულია. ნუ ამ რიჟვაძესთან დაკავშირებით მინდა ისე გავაკეთო კომენტარი, ისა თვითმკვლელობის სცენარს ვაწვევიან ქოცები და აი ვიღაც ახვლედიანის სახლში, კახეთში რომ მოეშურვილა ამ ბათუმელ კაცს თავის მოკლა. თურმე ახლა ჯიბეში უნახეს იმას რა ქვია რიჟვაძეს წერილი და ამ წერილში მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ყობახიძეს ეუბნება რომ ცოლშვილს მიმიხედეო. ცოლშვილს ძალიან არალოგიკურია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და ძალიან ირონიული და დამამცირებელია საზოგადოებისთვის ამხელა თხოვილი. იმიტომ კი არა რომ რიჟვაძის ადვოკატი ვარ, აი თქვენი ბინძური ორგანიზაციის წევრი იყო და მოიშორეთ ისე ბინძურად როგორც მოიშორეთ. აი ეს ახვლედიანი დასაკავებელი იმისთვის კი არა იერარქიის უდიერად შეპყრობა შენახვა. კაც თავის სახში თუ იერარქი ქონდა შენახული, უდიერად შენახვა რას ნიშნავს რა? და იმ წერილში დაუწერია თურმე ეს ახვლედიანიო პატიოსანი კაცი არისო, მაგასო გაეშვითო, აგერო მეო, თურმე ბარიგობას მაწვევიან და მაგიტო აგერო ვიკლავო თავსო და ბიძინა ივანიშვილსო მადლობო. ამ ბათუმელ კაცს მოწავიდა კახეთში და მოუნდა თავის მოკლა უნდა და აგერ აჭარაში არ მოიკლავდა თავს და გასწრებოდა აგერ ზღვაში 1-2 გადაუვდიათ და მოუგლიათ თუ რაშია საქმე როგორ დგამთ ამ სცენარებს ვინ გიწერთ ამ უნიჭო ბუთქვილობის სცენარებს დავით საბჭოთა კავშირს გასცინი ხართ და იქაურობა არ მოწოდ ისინი თურმეს აკეთებდნენ ხო ეჭვი მაინც არ იბადებოდა რა სისტემა იყო ასეთი და ნუ ასეთ სისტემას ეს ჩვეოდა და თქვენ დემოკრატიულ ქვეყანაში რო ცხოვრობთ და ააშენეთ საქართველოს და უშველეთ ქვეყანას აქ რა ხდება კაცო ახალი ის არის ეს ფორმა ვენდურები რეჟიმს ვიკლავ თავს და ამ რეჟიმის მართვას უხდი მადლობას რაღაცნაირად ვერ ჯდება რაც შეეხება ამ გაწერილ ახვლედიანს ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ მაგასთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილის უკანლის მწმენდელი როა და სიტყვის გადამცემი არის ასეთი ბუნებაში არის ესეთი ფორმა დიდ ოკეანეში ვეშაპებს ახლავთ პატარა თევზი რომელიც იკვებება ვეშაპების პირში ჩარჩენილი საჭმელით ეს თევზი ხანდახან წინ უსწრებს ვეშაპებს და ინფორმაციას საძლევს სიგნალები ესეთი თევზი არის ეს ახვლედიანი ასე რომ ახლა ამ ეგრეთ წოდებულ დაჭერილ თქვენს მიერ დაკავებულ ტიპს, რომელსაც მადლობას უხდის თვითმკვლელობაში ბრალდებული, თავად დაზარალებული, რა ვიცი რა შეფასებას მიცემთ ამ რიჟვაძეს, მაგ შეფასების გარდა სხვა ლოგიკით ვერ მიუდგები, ვერანაირად. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი თევზი, რომელიც მის პირში ჩარჩენილი საკვებით იკვებება. ბუნებაში კარგად არის ეს ასახული რა როგორ და რანაირად, მაგრამ ხანდახან რა ემართებათ, იცი ამ თევზებს მე მინდა რა გასაგონად თქვა. ვეშაპი ვერ ზომავს ხანდახან. რა დროს შეისუნთქოს და ამოისუნთქოს აერი. და მის კუჭში გადაეუძახებს ხოლმე ამ თევზებს, ეგრეთ წოდებულ კლინერებს, წმენდელებს და სანიტრებს. აგერ ემართებათ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან უნიჭოდ დადგით ეს სცენარი, რომელ გამოძიებას უნდა ენდო საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გამოძიებას. ეს ვიღაც ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი თურმე პირველად არის ჩასული პირადად და პირველად იძიებს კახეთში ამ ბათუმელი კაცის ეგრეთ წოდებულ საოცარ მკვლელობას, თვითმკვლელობას თუ რასაც დაარქმევს და გელაძია თუ მელაძია ის ჩემისა რაც ქვია გეკა დაურქმევია ახლა სახელი გეკა ეთყობა გელა უტყდება და გეკა დაირ სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ კაცო იდეალურში და აი ესე უახლოს მომავალში გახარია ფიქრობს ახლა თუ ჩავედი იქ უეჭველი მომკლავენ და წერილს ჩამიდებენ ჯიბეში ახლა ანალოგიურად ფიქრობს გომელაურის ვაი მე ძარ წავიღო წერილი იმიერში ალბათ ბოლოში ის იქნება უშიშროების მინისტრი ის გამოსირებული პლასტიკურ ბარათებს რო ბეჭდავდა და ასე რა ყველას გაუჩნდა შიში და მიმართება სისტემა შიში მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს მნიშვნელობა აქვს ტერორს რა თქვენ რა გონიათ სიტყვა ტერორიზმი რა არის
ის არის მანდამაინც კლასიკური გაგებით წახვიდა ვინმე ააფეთქო და მოკლა რა. ტერორი სიტყვა და ტერორიზმი არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს შიშს. ხო, ტერორით მართვა არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და სისტემა აკეთებს. ანალოგიურ მეთოდს მიმართავდა სააკაშვილი, ანალოგიურ მეთოდს მიმართავს. ბიძინა ივანიშვილი იცვლება, ხელისუფლებები არ ჯანსაღდება. სისტემა არის ძალიან ბევრი შეკითხვები და ასეთ ერთ და ასეთ ხალხს კიდე იმედები აქვს რაღაცაზე გუშინ შეხედეთ როგორები არიან ესენი ვის დაინდობენ ბიჭო გუშინ მისი უკანალეს მწმენდავად ყავდა კაცი რა ვიცი ყველაფერს კადრულობდა იმის გულისთვის რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეფარებია მისი ცოლშვილი თავზე დღეს აგერ რა ტყვია ესროლეს ჩააკლეს და კიდე წერილი დაიბადა ასეთი იმედის ტელევიზიას ჩაუვარდა მანდავაის ხელში პროპაგანდისტულ მანქანას და კითხვები რო არ დაიბადოს მადლობა ბიზინა ახ ბიჭო რა ხართ ასეთი რა ჭკვიანები ხართ ასეთი საიდან მოგაქვთ ასეთი გენიალური ესენი რა ქვია სცენარები რა ამ კვლელობის და თვითმკვლელობის და რაღაცა მოწყობების ასწავლეთ ეს გაუზიარეთ ატოვეთ ისტორიაში არ დარჩევა შეუმჩნეველი გეუბნები ეთქვა ბიძინა ივანიშვილის იმაში იბადება რა ქვია ბოსტანში მაგსტაფილე მოეჭიდეთ კარგად მოეჭიდეთ მაგრამ ამოღების დროს არ წაიქცეთ უცებ ხედავთ აი რა დონეზეა ქართული ოცნება და მისი ჯარი მისული ყვარყვარეს ციხე შიგნით ქვეყნის შიგნით რომელიც კდება არ კდება ჩამოკიდებული რაღაც სიყალბეზე სიცრუეზე რა თუნდა ამას ხაზარაძეები და ამდენი ნაძირლები ეს სისტემაა დამბალია ჩაძირული სისტემა ეს სისტემა შიგნიდან გასკდება თითეული მათგანი ფიქრობს რომ არ გაიზიაროს რიჯვაზის ბედი თითეული მათგანი ერთის მხრივ ეს შიშია რა თქმა უნდა სასახად მეორის მხრივ აი ეს ფაქტი რაც მოხდა და რაც დაიბადა ეს არის გამოგდებული საძირკველი ბიძინა ივანიშვილის იმპერიის ჭყალებში მაგას გონია რომ იმპერია აქვს მაგრამ ტუალეტი რაც აქვს სინამდვილეში პოლიტიკური აი პოლიტიკური ობორნიის დასასრულია სხვა მეტი არაფერი არა ეს ამ მკვლელობა ის ახლოდან არის ჩვეულებრივი მკვლელი მეტი არაფერი რა გაუსწორა ბიძინას და გადააზედმეტეს დეთქეს ტიპს გაიტყუეს სიმკახეთში მოკლეს იქ და მერე სცენარი ვერ შეიფუთა ისე როგორც ვერ შეიფუთა და ეხლა თქვენ რომელიმეს გონიათ რომ ეგ კომიდან გამოვა და იცოცხლებს რა გონიათ ღმერთმა აცოცხლოს და ამყოფოს კარგად არა მის ოჯახს თუ აქ თავში ჭკუა ბიძია უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს სიმართლე აი ეს არის რეალობა ან წახვალთ ამ გზაზე და სწორად წახვალთ ანდა აი ეს მოხდება რაც მოხდება აი ახლა ამ ტიპს რომელიც იქ კომაში წევს ბრალად უყენებს სისტემა და ნარკოტიკების თემას სინამდვილეში უფრო მძიმე თემა არის ვიდრე ნარკოტიკები შეიძლება არსებობდეს კიდე მაგრამ ოჯახს ეუბნებიან თუ ხმას ამოიღებთ თქვენი ცოცხალი მკვდარი ან საბოლოო ჯამში წავა იქ იმ ქვეყანაში როგორც ნარკობარიგა და მეწამლე ან და უბრალოდ წავა კაცი რომელიც სუსტი ნერვების პატრონი იყო ჯობია თქვენ აირჩიეთ ეს რა თქვენი შვილების მამას როგორი რეპუტაცია იქნება თანამდებობის პირი ბარიგა თუ იქნება თანამდებობის პირი რომელსაც ნერვებმა უმთხούν ძალიან მძიმე არჩევანია თითო ოჯახის წევრისთვის რთული მისაღებია ის გადაწყვეტილება მაგრამ აი რეალ გადაწყვეტილება ასეთია ესე გვყავს ეს რეჟიმი და ასეთ რაღაცებს გთავაზობს ამას უნდა ფიქრე თითეული მათგანისგან რატო არ უნდა აღმოჩნდე ასეთ დღეში რატო არ უნდა იყო ასეთი სისტემის მონაწილე რატო არ უნდა გაუправო ასეთ სისტემას ეს არ არის მარტო რიჟვაძის ოჯახის ტრაგედია არა ეს მთელი ერის ტრაგედიაა რომ ქვეყანაში ასეთი ხელისუფალი ეს ურთიერთ ანგარიშწორების კლასიკური შემთხვევა ეთქობა რიჟვაძემ დაიძახა რაღაცაზე რომ ვილაპარაკებო და საბოლოო ჯამში ხო ილაპარაკა ხო აქ მაყოფილია ასეა
ვიჟუალზეს თავში ჭყვა რო ქონოდა ქართული ოცნება მაგას მის მარიონეტად არ გამოიყენებდა. მაგრამ ვიჟუალზის ნაირები და ვიჟუალზის დამაგვარები ბევრი ჭირდება ამ ხელისუფლებას იმისთვის რომ აკეთებიო შავი საქმე და მე ჩარეცოს. ჩარეცვით რეცხავს იდეალურად. არ იფიქროთ ეს რომ რუსული მეთოდია არა რაც ეს იმაზე მძიმე მეთოდია რაცა გვაქვს რა. იმათ კიდე რაღაცა ლოგიკა აქვს. ამათ საერთოდ ლოგიკა არ აქვს. აი ესე როგორები არიან, იცი ახურები არიან ბოლომდე ყველანაირი გაგებით მინდა და ვაკეთებ. არანაირ ჩარჩოში ეს პრიზმა არ ჯდება, რომელიც მოცემულობასაც ესენი გვთავაზობენ. რასაც თესავთ, იმას ვიმკით. აპატიეთ სიმართლისთვის.